საქართველოს აპელაცია წააგო და ახლა უკვე არბიტრაჟში საინვესტიციო დავების გადაწყვეტის ცენტრის ვებგვერდის თანახმად მიღებულია გადაწყვეტილება ტრიბუნალმა არ დააკმაყოფილა საქართველოს მოთხოვნა და ძალაში დარჩა შესაბამისად გადაწყვეტილება ზიანის ანაზღაურების შესახებ რუსული ენერგო გიგანტისთვის. ახლა უკვე საქართველომ 76 მილიონი დოლარის კომპენსაცია უნდა გადაუხადოს რუსულ კომპანიას და ამასთან ერთად დამატებით ის ჯარიმები, რომელიც დაგროვდა წლების განმავლობაში, 18 მილიონი დოლარი, ჯამში საუბარია 94 მილიონზე, რომელიც საქართველოს ბიუჯეტიდან წავა და რუსულ ინტერრაოს მოუწევს, რომ გადაუხადოს საქართველომ და კვლავ დღის წესრიგში არის ამ ფონზე კითხვა წლების განმავლობაში რატომ არ დადგა პასუხისმგებლობა იმ თანამდებობის პირების, ვინც არიან მთავარი გადაწყვეტილების მიმღებები ინტერრაოს საქმესთან დაკავშირებით. მაშინ, როდესაც რუსულ ენერგოგიგანტთან ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილებები, ენერგეტიკის მინისტრი იყო კახა კალაძე, ხელშეკრულება და პირობები, ცვლილებები, რომელიც შევიდა ამ დრომდე არის გასაიდუმლოებული, შესაბამისად უცნობია ზუსტად რა ჩაიწერა ხელშეკრულებაში, თუმცა რუსული ენერგო ინტერრაო დაობს სწორედ ამ ხელშეკრულებაში ცვლილებებთან და ტარიფებთან დაკავშირებით. ახლა კიდევ ერთი სტოკჰოლმის საარბიტრაჟო ტრიბუნალის აპელაციის გადაწყვეტილება არის დარჩენილი, თუმცა ექსპერტებს აქვთ მოლოდინი, რომ აქაც საქართველო გამტყუნდება და ელოდებიან დადგება თუ არა კახა კალაძის რეგულირებელი მაშინდელი კომისიის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობის საკითხის ექსპერტები ფიქრობენ, რომ მინიმუმ გამოკითხვაზე უნდა გვეხილა ჩვენ კახა კალაძე და დღემდე არანაირ კითხვაზე მათ არ გააჩნიათ პასუხი. ასევე მაგალითად ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ თავის დროზე ინტერრაოსთან ხელშეკრულების დროს არსებობდა კორუფციული ინტერესებიც. სამწუხაროდ უკვე, როდესაც საერთაშორისო არბიტრაჟს აგებ, აღარ არსებობს ბერკეტი, რომ ეს თანხა არ გადაიხადო, უკვე არსებობს ამისი შემდგომ იძულებითი ასრულების მექანიზმებიც, ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ასეულობით მილიონი ლარი, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში რუსულ კომპანია ინტერრაოს უნდა გადაუხადოს ხელისუფლებამ, უკვე დაკარგულია და კიდევ ერთხელ ცალსახად კალაძემ თუ სხვებმა, ვინც მონაწილეობდა იმ დანაშაულში, რომლის შედეგადაც სახელმწიფო ბიუჯეტმა უნდა გადაიხადოს ასეულობით მილიონი, შესაბამისად ჩინოვნიკმა უცბად პასუხი უნდა აქვთ. კალაძის ენერგეტიკის სამინისტრო მოახერხა და ისეთი მანიპულაციები თუ არასწორი ქმედებები განახორციელა, რომლის შედეგადაც ახლა ასეულობით მილიონი ლარი უნდა გადაიხადოს ქართულმა ბიუჯეტმა, ანუ კიდევ უნდა დაზარავდეს ქართული საზოგადოება, რომ მოიგეს, რომ გაწელეს არ უნდა გაწიან საარჩევნო ინფორმაციის გამჟღავნება და ამ დროის გაწელვაში კიდევ დამატებით ჯარიმების სახით დაგვაკეთეს 18 მილიონი დოლარი. ნაცვლად 76 მილიონი დოლარისა ახლა ჩვენ ამ რუსულ კომპანიას უნდა გადაუხადოთ 94 მილიონი დოლარი. ეს არის პირდაპირ მოფილი ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის დანაშაული. მან შეცვალა ხელშეკრულება, დღემდე ეს ხელშეკრულება არის საიდუმლო და იმისათვის, რომ თბილისში რაღაც მცირეოდენი ტარიფი შემცირებული იყო პროპაგანდისტული მიზნით და შემდეგ ტარიფი გაიზარდა საქართველოს დაკარგა 2 ჰესის მშენებლობის ვალდებულება, რომელიც რუსებს უნდა აეშენებინათ დაახლოებით 200 მილიონი დოლარის ინვესტიცია, რომელიც თელაში უნდა განახორციელებინათ. დღეს კახა კალაძეს ვკითხეთ, იღებს თუ არა პასუხისმგებლობას ზიანზე, რომელსაც იღებს ქვეყანა და ქვეყნის ბიუჯეტი. ასევე ვკითხეთ, რატომ შეიცვალა მისი მინისტრობის დროს ხელშეკრულებების პირობები, რა ცვლილებები შეიტანეს და დაპირების ნაცვლად, რომელსაც ვისმენთ ქართული ოცნებისგან, როგორ მივიღეთ თითქმის 100 მილიონ დოლარიანი ზიანი ქვეყნის ბიუჯეტისთვის.
მისთვის. კახკალაძე ამბობს, რომ თანხა, რომელსაც ინტერრაო ითხოვდა, ბევრად დიდი იყო და მათ მიაღწიეს იმას, რომ მხოლოდ 76 მილიონი დოლარის კომპენსაციაზეა საუბარი, თუმცა კალაძეს არ სურს უკვე დამატებით კითხვებზე პასუხების გაცემა, მათ შორის იმაზე, რა ცვლილებები შევიდა მისი მინისტრობის პერიოდში ხელშეკრულებაში. მაშინ ჯერ კიდევ ქართული ოცნება მოსახლეობას პირდებოდა დენის ტარიფების ცვლილებას, გაიაფებას, თუმცა დღეს მარტივად სტატისტიკას რომ შევხედოთ, ვნახავთ, რომ ტარიფები პირიქით გაზრდილია და დამატებით ქვეყანას შედეგად აქვს საერთაშორისო არბიტრაჟში რუსულ ენერგოგიგანტთან წაგებული დავა. რაც შეეხება დავას, დავა იყო 200 მილიონზე. მე მახსოვს მაშინ ენერგეტიკის მინისტრი ვიყავი, როდესაც ინტერაო ედავებოდა ქართულ სახელმწიფოს, რომ ჩვენ უნდა გადაგვეხადა 200 მილიონი. ჩვენ რა თქმა უნდა ამაზე არ დავთანხმდით და ვერ დავთანხმდებოდით, რა თქმა უნდა ვინ მოაწერდა ამ სიგიჟეზე ხელს, წავედით, ვიდავეთ, თუმცა ქართულმა მხარემ წააგო აღნიშნული დავა, მაგრამ თანხა არის გაცილებით ნაკლები, ვიდრე იყო თავიდან მოთხოვილი. რა მიზანს ემსახურებოდა ცვლილებები, რომელიც მაშინ შეიტანეთ ხელშეკრულებაში? ბატონო კახა, ხელშეკრულების პირობები რომ შეცვალეთ, რა? ორის საკრებულოს დენის გაიაფებას აპროცესები აქციის მონაწილეები. უკვე თითქმის 8 წელია, რაც რუსულ ინტერრაოსა და საქართველოს სახელმწიფოს შორის მიმდინარეობს საარბიტრაჟო დავა, ცალკეა მილიონები, რომელსაც იურიდიულ მომსახურებაში ხარჯავს საქართველოს მთავრობა. ახლა უკვე აპელაციის წაგების შემდეგ ცნობილია გადაწყვეტილება 76 მილიონი დოლარის კომპენსაციის და დამატებით უკვე 18 მილიონი დოლარის საპროცენტო განაკვეთის შესახებ, თუმცა ამ დრომდე არსებობს მოლოდინი სტოკჰოლმის საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილებაზე, სადაც საუბარია 112 მილიონ დოლარზე, რომელსაც ინტერრაო ითხოვს.